მე გახლავართ ლევან ჯაფარიძე, კრწანის რაიონის მაჟორიტარი საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მესამე მოწვევა არის უკვე გახლავართ ამ რაიონის მაჟორიტარი. ბოლო ჩემი ცხოვრების 10 წელი მთლიანად უკავშირდება ამ რაიონს. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი პრობლემის მოგვარება შევძელით, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მოქალაქეების მიღებას, მათი პრობლემების გაცნობას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირებას. ჩემს საქმიანობასთანაც დაკავშირებით რამდენჯერმე მივმართე ბატონ ლევანს, ყოველთვის მხარში დამიდგა და არ ვიცი, მადლობის მეტი არ მეთქმის არაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში თუ რამე გამიჭირდება, მე მას მიმართავ და დამეხმარება. იმყოფები ზემო ფონიჭალაში, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის სკვერში. ეს არის პირველი სკვერი, რომელიც ბატონი კახაკალაძის ადმინისტრაციის პირობებში გავაკეთეთ ზემო ფონიჭალაში. იყო ერთგვარი პირველი პროექტი, რომელმაც მოგცა იმის საშუალება, რომ დაგვენახა ის კონცეფცია, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამის შემდეგ ჩვენ კრწანის შევმატეთ დაახლოებით 10 გექტრამდე მოწყობილი რეკრეაციული ახალი სივრცე. თაბორის ფერისვალების მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია არა მარტო კრწანისისთვის და თბილისისთვის, მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძალიან ღირსშესანიშნავი ადგილი არის და მაქსიმალურად ვცდილობთ მის გარშემო შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს რაიონს კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის ჩვენი სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის, აგრეთვე უფრო ხელმისაწვდომი იქნება მონასტრის მრევლისთვის. ზუსტად ამ დანიშნულებით დავიწყეთ ბილიკების მოწყობა, მთელი ხარფუხი იქცელება ამ ბილიკებით და ვქმნით შესაძლებლობას, რომ ბევრად უფრო გამარტივდეს თაბორის მონასტერთან ფეხით ამოსვლა, იმიტომ რომ ტურისტებისგან ძალიან დატვირთული არის ეს ზონა. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, ეს არის აბანო თუბანი გრიშაშვილის გავლით ბაზოვის ქუჩის გავლით დავაკავშირეთ თაბორზე. შემდეგი მეორე დასრულებული ბილიკი, რომელიც გრიშაშვილის სახლ-მუზეუმთან ჩადის მოსეხონელის ქუჩაზე და შემდეგი მესამე ეტაპი, რომელსაც ახლა ვიწყებთ, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, რეკრეაციული ზონის შექმნას და მესამე ბილიკი უკვე ნიკოლოზის ეკლესიას დაუკავშირდება და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ხარფუხიდან იქნება შესაძლებელი თაბორის მონასტერთან მოხვედრა. გრიშაშვილის სახელობის სკვერი, ხარფუხის მარგალიტი, კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებში ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ისტორიული ზონის ძალიან მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, საკმაოდ ჭირს აქ ისეთი ადგილების მოძიება, სადაც შეიძლება რომ რეკრეაციული ახალი სივრცეების შექმნა. შენ შემთხვევაში გვიწევს რაღაც ახალი კრეატიული გამოგონებების და პროექტების ჩართვა, რათა შევძლოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და ეს არის სწორედ ერთ-ერთი ისეთი ადგილი, სადაც ძალიან კარგი პროექტის სწორედ განხორციელების შესაბამისად შევძელით აი ამ სილამაზის მიღება. ზემო ფონიჭალაში 22 კორპუსის მიმდებარე გამგეობის მიერ ბინათ მესაკუთრეთა განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალარინების სისტემის მთლიანად შეცვლა. ამ პროგრამით ვახერხებთ როგორც სახურავების გადახურვას, წყალარინების სისტემის შეცვლას, ლიფტები ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება არის და ძალიან ბევრი ლიფტი შეიცვალა. ანალოგიურად სხვადასხვა მიმართულებებით, რითია ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ შევძლოთ და მოვახერხოთ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფის გაუმჯობესება და მათი პრობლემების მოგვარება და აღმოფხვრა. ამ პროექტს ბევრი წელია უკვე ძალიან წარმატებულად ვახორციელებთ ჩვენს რაიონში. მოგეხსენებათ დღეს ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის იმყოფებით ზემო ფონიჭალის ცენტრალურ გზაზე, რომელიც სულ ეხლახანს რეაბილიტირდა და ჩვენ სრულიად მოვახერხეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, აგრეთვე გავაფართოვეთ და მოვაწყვეთ საფეხმავლო ტროტუარები. ინფრასტრუქტურული პროექტები სკოლებშიაც აქტიურად ხორციელდება. ეს სამუშაოები მოყოლებული სექტემბრიდან არ წყდება, მოვახერხეთ ბევრი გარე პერიმეტრის რეაბილიტირება, სკოლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სწორედ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების და მოწესრიგების ფარგლებში
მოვახდინეთ 153 საშუალო სკოლის ტერიტორიის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეხლა ხანს დავამთავრეთ ამ საფეხბურთო მოედნის გაკეთება, მთლიანად ახალის მოწყობა. ვიმყოფებით ქვემო ფონიჭალაში ახლად რეაბილიტირებული 127 საშუალო სკოლის ბოლო ზარზე. მოვედით, რათა მიგველოცა კურსდამთავრებულებისათვის სკოლის დამთავრება და გვესურვებია მათთვის ბევრი წარმატება, რადგან ჩვენი მომავალი ზუსტად ჩვენი შვილების ხელშია და მათი განათლება, მათი სწორ პირობებში აღზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შევაჯამო მინდა დღევანდელი დღე, სამაჟორიტარო დღე, დღეს შევეცადე დილით მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ. რამოდენიმე ნაცნობი პროექტი გამეხსენებია თქვენთვის დაგვეთვალიერებია რაიონი, გადაგვეხედა თუ ამ წლების განმავლობაში რისი გაკეთება შევძელით. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ გავჩერდეთ, კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს მომავალში განსახორციელებელი რაიონის და მთელი ქალაქის მასშტაბით და ჩვენი გუნდი ბატონი კახასა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით წანისის გამგეობა ყოველდღიურ რეჟიმში. ვცდილობთ რაც შეიძლება საჭირო, რაც შეიძლება ადაპტირებული და მწვანე პროექტი შევქმნა ჩვენი რაიონისთვის.